გამარჯობა, ეს არის იერაღის კოლიმატორული სამიზნე, სოტაკის წარმოება, ჩვენ შემთხვევაში Romeo 03. თვითონ ამ მოდელის ბრენდი არის Sig Sauer-ი, გაიგებდით ალბათ, იმიტომ რომ აქამდეც გქონია ბევრი მოდელი, Sig Sauer-ი, მოდელი Romeo 03. მოყვება ესეთი პლასმასის ყუთი, ასევე სილიკონის დამცავი, რომელიც პირდაპირ თავსდება კოლიმატორზე, ასევე დამცავი რასაწმენდი, ესეთი გასახსნელი საშუალება, ესეთი ქანჩები და ეს არის დამატებითი რელსი იმისთვის, რომ მაგალითად ეხლა კი უყენია რაღაც, მაგრამ ამისი მოხსნა შეგვიძლია ამ ნაწილებით და შეგვიძლია უფრო მაღალი გავხადოთ, ანუ იერაღზე უფრო მაღლა დავამაგროთ. ვიზუალურად რო შევაფასოთ, ეს მოდელი არის მეტალის, სამიზნის გასწორება ხდება აი ამ ორი წერტილით, ეს და ეს. ეს არის რეგულატორი იმისთვის, რომ მაგალითად სამიზნე გაიზარდოს ან პირქით დაპატარავდეს. ელემენტი თავსდება, ინახეთ, გვერდში აქვს ესეთი ნაწილი. ამ ნაწილს მოხსნით ზუსტად აი ამის საშუალებით, ნახეთ. ესე გამოვიღებთ. ამ მოდელს ელემენტი მოყვება თავისი. ეხლა ელემენტსაც გაჩვენებთ. აი ეს ელემენტია CR2032, ეს მოყვება, ეხლა უკან ჩავაბრუნებ აი ამ ნაწილში. მოკლედ ესე. რაც შეეხება უკვე განათებას, განათების 9 რეჟიმია, ანუ თვითონ ის წერტილი ნათდება 9 ჯერ, წითელი red dot-ი აქვს, ანუ red dot-ია. ნახეთ, პლუს მაღლა წევს როცა ვაწვევით, ამ შემთხვევაში წერტილი გაჩნდება. აი ესე. და როცა უკვე ჩვეულებრივად პლუს ვაწვევით, ეს წერტილი იზრდება, ხოლო უკან ჩამოსვლა როცა გჭირდება, ანუ დაპატარავება იგივენაირად ქვემოთ ვაწვევით და საბოლოოდ როცა ბოლო წერტილი იქნება, კიდევ დავაწვევით და საერთოდ გაქრება ეს წერტილი, ანუ თუ გაქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა გათიშულია. როგორც ბევრჯერ ვთქვით უკვე, ზოგადად მოწყობილობა გათიშულ მდგომარეობაში უნდა დავტოვოთ, იმიტომ რომ ელემენტი არ დაგვიჭდეს. იგივენაირად, ანუ პლუსი გვირთავს, ჩნდება წერტილი, ხოლო მინუსით ეს წერტილი ქრება და ითიშება. აი ესეთია. მოკლედ რო შევაჯამოთ, აი ეს მოდელი არის Sig Sauer-ის Romeo 03. მოყვება დამატებითი რელსისთვის ასამაღლებელი, ეს ჩვეულებრივად დამცავი, გასახსნელი, სხვადასხვა ქანჩი, საწმენდი, პლასმასის кейსი. თვითონ მოდელს აქვს red dot-ი, 9 რეჟიმი არის განათების, ელემენტი გვერდით თავსდება, ელემენტის მოდელსაც ნახავთ და სულ ეს იყო, თუ რამე კითხვა გექნებათ, მოგწერთ.